სახელმწიფოს ღალატის და საბოტაჟის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. გამომძიებლების კითხვებს დღეს 6 მოწმე უპასუხებს. პროკურატურას ჩვენება უკვე მისცა ვეტერანთა საქმის სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა. სწორედ კობა კობალაძის მიმართვა დაედო საფუძვლად გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას. საქმე ეხება ნაციონალური მოძრაობის წევრის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ. საზოგადოების მწვავე რეაქციის შემდეგ ბარამიძემ განმარტება რამდენჯერმე გააკეთა, თუმცა ნათქვამს სრულად არ უარყოფს. მისი ეს განმარტება მისაღებია ნაციონალური მოძრაობის წევრებისთვის, რომლებიც თანაგუნდელს მხარდაჭერას უცხადებენ. სხვაგვარად ფიქრობს უმრავლესობა და ოპოზიციის ნაწილი. მმართველი გუნდი ბარამიძის ქმედებას მავნებლურს უწოდებს. რუსული დისციპლინის საპასუხოდ ქართულ მხარეს არის მოვალეობრივი განცხადება, რა თქმა უნდა, ვიღაცის მიერ შეკვეთილი და დაკვეთილი, ვინაიდან საომარი მოქმედებების შემდეგ გასული არის ძალიან დიდი დრო და იყო საკმარისი დრო და მithumetes ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში შეეძლოთ, რომ თუ ასეთი რამ მოხდა, და გამოეძიებიათ, და განეცხადებიათ. თბილისში არიან სოხუმელი ექიმები, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენ მკურნალობდით და შემდეგ გამოჯანმრთელებლებს გადავცემდით იქეთო ბატონო, არა თუ დახურეთ, რაც ქვია დახურეთ. ეს თავზარდამცემი რამა, ესეთი რამ არავის არ გაუკეთებია, რა ვიცი, საქართველოს ისტორიაში იყვნენ ბევრი მოღალატეები და ყველა აღარ გაგვიგია 1000 ისტორია გვაქვს წაკითხული და ვიცი ცნობილი, მაგრამ ასეთი რამ ახლა ამ პერიოდში 21 საუკუნეში არ ვიცი რა. ძლივს ქართული ოცნების პირობებში და ძლივას მიაღწიეს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, რომ ნამდვილად მოხდა დანაშაულებრივი შემოჭრა რუსეთის და ამ ყველა ამ ძალების მიერ და ახლა ეს აცხადებს, რომ არა, ისინი იქცეოდნენ კანონიერ ფარგლებში და უფრო აზიზად დაიმართო და ჩვენ ესე იგი დანაშაული ჩავედინოთ და ხვრეტავდით. არ ვიცი, მე ესეთი რა გადარეული ვარ პირდაპირ.